ეს არის 1927 წლის Tour de France-ის ფოტო. Ადანა mind blows გეტყვით, აქვე არ გეცოდინებათ დიდი ალბათობით. Tour de France, ველოსიპედების მსოფლიო ჩემპიონატი, არის მსოფლიოში ყველაზე ყურებადი ჩემპიონატი საერთოდ. გადავამოწმე ახლა ეს ინფორმაცია და მეორეზე ყოფილა. ზოგ წყაროებში პირველზეც მინახავს ადრე და მეორეზე იყო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი. გონი, ეხლა ბოლოს რო არგენტინამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, მაგის შემდეგ გადაასწრო Tour de France ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი. მეორეზე რო არის ველოსიპედების მსოფლიო ჩემპიონატი, ეგეც სპორტში თუ ვერ ერკვევით, ალბათ ვერ წარმოგიდგენთ მაგას. შეიძლება სპორტში ერკვევით და მაინც ვერ წარმოგიდგენთ. მაგრამ აქ არა არის ახლა საინტერესო ნახეთ. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ ივენტზე სპორტსმენები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მაგალითები უნდა იყვნენ, სიგარეტს ეწევიან და ერთმანეთს უკიდებენ. რომ ამ პერიოდში სიგარეტის ისეთი გიჟური მარკეტინგები მიდიოდა ხოლმე, რომ დღესაც რომ აკრძალულია სულ სიგარეტის რეკლამა, მაგრამ მაინც უამრავი ადამიანი ეწევა, იმ გასული საუკუნიდან მოდის. მაგალითად, ორსული ხალები ეწეოდნენ რეკლამაში, რომ ბავშვისთვის სასარგებლოა. ფილმებში მხოლოდ ისეთ პერსონაჟებს ჰქონდათ სიგარეტი, რომელიც გინდოდა შენ ყოფილიყავი. ექიმები ეწეოდნენ სულ სიგარეტს და ამბობდნენ, რომ ფილტვებისთვის კარგია რეკლამებში. ასევე თვითმფრინავში ეწეოდნენ სიგარეტს. მანქანის ბრენდები იმას შეჯიბრებდნენ, ვის უფრო კარგი საფრთხე ექნებოდა და კომფორტული. და ეს ფოტოც ერთ-ერთი მაგ ყველაფრის გამოხატულებაა.